როგორ დავამონტაჟოთ კნაუფ აკუსტიკას ფილები და რატომ უნდა დავიწყოთ მონტაჟი ჭერის ცენტრალური ადგილიდან? რატომა კარკასის სწორი მონტაჟი და კომპონენტების გონივრული შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჭერის უსაფრთხოებისთვის და ხარისხის გარანტიისთვის? ეს და სხვა საკითხები იხილეთ ჩვენს ფილმში. წინასწარ ვაკეთებთ აზომით სამუშაოებს და საჭირო მასალის რაოდენობის დაანგარიშებას. კარკასის მონტაჟისთვის ჩვენ გამოვიყენებთ კნაუფ პროფილებს, პროფილის დამაგრძელებელს, ორდონიან შემაერთებელს, პირდაპირ და ანტივიბრაციულ საკიდებს, უნივერსალურ შურუპებს, მამჭიდროვებელ ლენტს კნაუფ დიხტუნსკბანდ, ლითონის ანკერულ ძიუბელს, მინერალურ ბამბიან ფილა აკუსტიკ კნაუფს და შურუპებს LN9. ასევე ჩვენ დაგჭირდება შემდეგი ხელსაწყოები: ლაზერული თარაზო, ლითონის საჭრელი მაკრატელი, სამშენებლო თარაზო და ელექტროსახრახნისი. ლაზერული თარაზოს ან სანიშნე ზონარის დახმარებით ჭერზე მოვნიშნავთ მზიდი პროფილების ღერძულებს და საკიდების განლაგების წერტილებს. პირდაპირ საკიდებს ჭერზე მყარად მისამაგრებლად და ხმის უკეთესი იზოლაციისთვის ვაწებებთ მამჭიდროვებელ ლენტს. პირდაპირ საკიდებს ვამაგრებთ მონიშნულ წერტილებში. ხის საფარისთვის ვიყენებთ შურუპებს ხისთვის ან უნივერსალურ შურუპებს. შენობაში აკუსტიკური კომფორტის გასაძლიერებლად ჩვეულებრივი პირდაპირ საკიდის ნაცვლად ვიყენებთ ანტივიბრაციულ საკიდებს. ზით პროფილებს ვამონტაჟებთ საპროექტო განლაგების მიხედვით და შურუპებით ვამაგრებთ საკიდებზე. ზით პროფილებს სამონტაჟო პროფილებთან ერთად ვაერთებთ ორდონიანი შემაერთებლის საშუალებით. ცალკეული პროფილების შესაერთებლად ვიყენებთ დამაგრძელებელს. სამონტაჟო პროფილების შორის ბიჭს საზღვრავთ კნაუფ აკუსტიკა ფილების პერფორაციის ტიპის და დიზაინის მიხედვით. დამატებით ხმის იზოლაციის დონის გასაზრდელად ჭერის შიდა სივრცეს ვავსებთ მინერალური ბამბით. კედელზე სამონტაჟო პროფილების დონეზე ვაწებებთ გამყოფ ლენტს. კარკასი მზადაა. ჭერის შესამოსად ჩვენ დაგჭირდება ფილა კნაუფ აკუსტიკა, შურუპები SN20, გრუნტი კნაუფ ტიფენგრუნდი, ჰითხი კნაუფ უნიფლოტი და კნაუფ როდბანდ პასტა პროფი. სამუშაო ხელსაწყოებიდან კი დაგჭირდება თაბაშირ მოყავს ფილის ამწე, ფილის საჭრელი დანა, საჩორტნი შალაშინი, ჰითხის მოსაცილებელი შპატელი, შპატელ ტრაფარეტი, მოსაპირკეთებელი ინსტრუმენტები, გრუნტის დასატანი ფუნჯი, სამონტაჟო ხელსაწყოები, პლასტიკის ტუბი პისტოლეტით და ლილვაკი. ფითხის უკეთ მოჭიდებისთვის ფილაზე ვაკეთებთ მცირედ დახრებს. კარკასზე ვამაგრებთ დამხმარე თამასას ფილების გასათანაბრებლად და მონტაჟის საორიენტაციოდ. ფილას ვათავსებთ ამწეზე სახით ქვემოთ. აგვაქვს დამხმარე თამასამდე. ვაშურუპებთ თაბაშირის გულანაში პერფორაციების შუალედში ისე, რომ არ ვარღვევდეთ ხვრელების მთლიანობას. ამისთვის ვიყენებთ შურუპებს SN20. იგი რბილად კვეთს თაბაშირის ფილას და არ აზიანებს ზედაპირს. მომდევნო ფილას ვამონტაჟებთ ტორსული პირით წინა ფილასთან. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფილა ლურჯის ზოლით უნდა ებჯინებოდეს მომდევნო ფილის წითელ ზოლიან გვერდს. ფილებს შორის ვამაგრებთ ღრეჩოს, შესაფითხად და პერფორაციული ნახატის შესანარჩუნებლად. კნაუფ აკუსტიკა ფილების დამაგრების თანმიმდევრობა დამოკიდებულია ჭერის ფართობზე. ფილებს კნაუფ აკუსტიკა ვალაგებთ ერთმანეთთან დაცილების გარეშე. ვიწყებთ შეერთებების დამუშავებას. ვაცილებთ ტვერს და ჭუჭხს. თაბაშირის ფილის ღია პირებს ვამუშავებთ კნაუფ ტიფენგრუნდით. ნაკერებს ვავსებთ ფითხით კნაუფ უნიფლოტი. ფითხმა უნდა ამოავსოს ნაკერი ფილის მთელ სისქეზე და ცოტათი გადმოდიოდეს კიდეც. შურუპების თავებს ვფითხავთ შპატელით და სპეციალური ტრაფარეტით. იგი საშუალებას გვაძლევს საჭირო სისქით შევფითხოთ ადგილი. ჭარბი ფითხის ფენას ვაცილებთ სპეციალური, მოხრილპირებიანი შპატელით. შურუპების სამაგრ ადგილებში გამკრუებულ ფითხს ვამუშავებთ სპეციალური ხელსაწყოთი. კნაუფ როდბანდ პასტა პროფით ნაკერებზე დაგვაქვს საბოლოო ფენა. ჭერის ზედაპირს ვგრუნტავთ კნაუფ ტიფენგრუნდით. ამრიგად ჭერის მონტაჟი ფილებით კნაუფ აკუსტიკა დასრულებულია და მზადაა შესაღებად. კნაუფი. ვაშენოთ ერთად.